სტრესის დროს, აი მაგალითად, თუ გქონია ესეთი შემთხვევა, რომ მithumetes დიეტის დროს რაღაცაზე ნერვები მოგეშლება, დამშვიდდები და გრძნობა უფრო ძალიან გშია. კი, როგორ არა. აი ფაქტიურად ენერგიისაგან გცლის რა ესეთი არა სტრესი, არამედ უკვე აგრესია და სტრესი ერთად. ამიტომაც როცა ხდება ესეთი რაღაცა, კორტიზოლი ჩვენ კი ცალი მხრივ განვიხილავთ კუნთების პროგრესირებას, რომ ხილს გვიშლის, ასე ვთქვათ და უნდა დავწიოთ, მაგრამ როცა ორგანიზმს აქვს ენერგიის მოთხოვნილება და ის ამას ვერსაიდან ვერ ღებულობს, სხვა გზა არ არჩება სხეულს, რომ თვითონ ასე ვთქვათ გაწიროს თავისი სხეულის ნაწილი და მიიღოს ენერგია ძირითადი ორგანოების საკვებად. ეს არის შინაგანი ორგანოები. ამ შემთხვევაში შენი განივზოლიანი, ანუ იგივე ჩონჩხის მამოძრავებელი კუნთები პრიორიტეტში ნამდვილად არ არის. და კორტიზოლის ნომერ პირველი სამიზნე არის. ამიტომაც სწორად უნდა დავითვალოთ რა, კალორიული დეფიციტი გვაქვს შედგენილი თუ შიმშილი.